მე მინდა გკითხოთ ალალად, გსმენიათ თუ არა, ვინ არის ამ კაცის თაობაზე, ვინ არის ვინმე დავით რაზმაძე. არა, ფართო საზოგადოებისათვის დავით რაზმაძე ეს ჭაღარა შერეული კაცი, რომელსაც უთუოდ უყვარს ღვინის სმა, მაგალითად გორული მწვანისა. ფართო საზოგადოებისათვის მისი გვარსახელი პრინციპში უცნობია, თუმცა პირები, რომლებიც მუშაობენ მედიაში ან პოლიტიკასთან დაკავშირებით პოსტზე წერენ, ან დეტალურად, ან თუნდაც ზოგადად ინტერესდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების თაობაზე, მათთვის დავით რაზმაძის გვარსახელი ცნობილია. ის გახლავთ ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გორის რაიონში, კერძოდ გორის საკრებულოს თავმჯდომარე. ეს დავით რაზმაძე ოდიოზური კაცია მეთქი, ერთის მხრივ მას რამდენადაც მახსოვს აქვს ესეთი სიყვარულებითი დამოკიდებულება სტალინის მიმართ და მეორეს მხრივ სიყვარულებითი დამოკიდებულებას ვინჩივის, რამდენადაც მახსოვს პერიოდულად წამოსწევს ხოლმე საკითხს, რომ გორის ცენტრში უნდა დაბრუნდეს დიდი ბელადის ბრჭყალებში ძეგლი. ჯერჯერობით ეს ვერ მოუხერხებია ბატონ რაზმაძეს, თუმცა რაღაცა ყოველწლიურად გვახსენებს ამას, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯერაც აქვს იმედი, რომ ქართული ოცნება დაჰყვება მის ამ მოთხოვნას და გორის ცენტრში აღმართავენ ბრჭყალებში, კვლავ ვიმეორებ, დიდი ბელადის, რეალურად კი საქართველოს ამომგდების 1921 წლის თებერვლის ამბებში მთავარ დამნაშავის იოსებ ბესარიონის ძე სტალინის ძეგლს. დიდი მონუმენტი იყო, თუ გახსოვთ, ახლა სადღაც არის გადატრეული. ამას დავანებოთ თავი. ყოველი წლის აგვისტოში ეს ვინმე რაზმაძე თავს გაგვახსენებს ხოლმე და ადგილობრივ დონეზე გორის რაიონს გულისხმობ. ან სუმაქსიმუმ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ფრიად ოდიოზურ განცხადებებს აკეთებს ხოლმე აგვისტოს ომთან დაკავშირებით. არ მიაქცევ კაცი ყურადღებას, იმიტომ რომ როდესაც შენს წინაშე მოწინააღმდეგე თვით ბიზინა ივანიშვილი ან მისი პირველ თავები არიან, პაპუაშვილი, კობახიძე, დინარაძე და სხვები, აბა დავით რაზმაძის სიტყვას ჩალის ფასი როგორ არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ რაზმაძეს მივატარებთ ხოლმე მაქსიმუმ ნიუსში მოხდება მისი ოდიოზური განცხადება, სკანდალური განცხადება, 5-10 წუთით გულს მოვიფხანთ მისთვის გინებით და შეურაცხყოფით. და მერე გავანებებთ ხოლმე თავს, წელიწადში გამოჩნდება ერთ წელიწადში რაზმაძე და 365 დღე რატომ უნდა ილაპარაკო აბა მასზე. მაგრამ ახლა ბატონმა რაზმაძემ თურმე კომენტარი მისცა New York Times მსოფლიო გამოცემას. და ამგვარი რამ უთქვამს, ეს ყველაფერი, ანუ აგვისტოს ომი, მიშას ბრალი იყო. ის შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე, ეს მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ მრავალი პრობლემიდან, რომელიც მან გამოიწვია. ისინი, რუსები, ანუ გორში, მშვიდობის მყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, უყურეთ, ქართველი მადლობას უხდის რუსს იმის გამო, რომ ეს რუსი მოვიდა საქართველოში ეგრეთ წოდებული მშვიდობის მყოფელი დაერქვა. და მადლობა ღმერთს, რომ მოვიდნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ, ანუ კულახმეტოვის მშვიდობის მყოფელები თურმე იმ ადამიანებისაგან იცავდნენ რიგით მოქალაქეებს, ვინც მთელ ქალაქს ძარცვავდა. თუ დაიჯერებთ მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს. რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის კიდევ რამდენ ზიანს მიაყენებდნენ, მიშისტები რიგით მოქალაქეებსო. ჩვეულებრივი კოლაბორანტული განცხადება არ არის, ეს ღალატის მადასტურებელი განცხადებაა, მაგრამ რაზმაძეს მაინც არ გამოეკიდება წესით კაცი, იმისა და გამო, რომ რაზმაძე ადგილობრივი მასშტაბით ფსევდო ავტორიტეტია. სამწუხარო უბრალოდ ის არის, რომ რაზმაძე ახმიანებს წელიწადში ერთხელ დაახლოებით ამგვარ პოზიციას, იმ პოზიციას უფრო ზუსტი რო ვიყო, რომელიც გულში კი არა. უკვე გარეთაც აქვს გამოტანილი, ოღონდ შედარებით კულტურულად, თავად ბიზინა ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს, დინარაძეს, სხვებს და სხვებს. უბრალოდ ჩვენ ამ რაზმაძის დონემდე არ დავეშვებით ხოლმე და კობახიძეა ჩვენი სამიზნე, კობახიძე და პაპუაშვილია ჩვენი ორიენტირი და რასაკვირველია პირველ ყოვლისა ბიზინა ივანიშვილი და რაზმაძე აბა მართლა რას მიქვია, მას თავადაც და მის სიტყვასაც ხომ ჩალის ფასი აქვს. მაგრამ ამ შემთხვევაში, დღევანდელ დღეს მე მის ამ განცხადებას
გიკითხავთ ამ განცხადებაზე, ყურადღებას ვამახვილებთ სხვა რამის გამო. ეს ინტერვიუ მან მისცა New York Times და უკვე შემდგომ დღეებში კი უარყო თავისივე სიტყვები, რომლებიც ნამდვილად აქვს წარმოთქმული. უარყო იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილის მხრიდან დაინახა ზეწოლა, ფუშინგი, მიჯირყვნა თუ მიჭირყვნა, როგორც ბიძინა ივანიშვილს უყვარს დახოლბე თქმა. მაგრამ უარყოფა არ არის დამაჯერებელი ერთის მხრივ და არაფრის მომცემია მეორეს მხრივ, იმიტომ რომ New York Times-ის ფურცლებზე ეს უარყოფა არ აღბეჭდილა. და ამერიკელ მკითხველს, კონკრეტულად ამ გამოცემის მკითხველს, აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოფიციოზის წარმომადგენელი იმ რაიონიდან, რომელიც ემიჯნება, ეს საზღვრება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, ამგვარ პოზიციაზეა და ეს ოფიციოზის წარმომადგენელი ქართული ოცნების წარმომადგენელია. აქედან გამომდინარე, ამერიკელების იმ ნაწილს ყოველ შემთხვევაში, რომელმაც ნახა ეს სტატია და ეს ნაწილი ამ სტატიისა, კიდევ ერთხელ ექმნება შთაბეჭდილება, რომ ქართველების ეს ნაწილი ყოველ შემთხვევაში, იქ ალბათ სხვა რამეც არის დაწერილი და სხვაგვარი რესპონდენტებიც არიან, ქართველების ეს ნაწილი გიბოდიშებთ სიტყვისთვის და პირველ სიტყვას არ ვიხმარ და მიმცემია. აი, რისი მიმცემიაო თუ ვინმე მკითხავს, მე ამას ვერ ვიტყვი, თუმცა თავადაც ხვდებით, რას გულისხმობ და ერთადერთი მიზეზი საბაბი, რის გამოც მე არ ვასახელებ იმ სიტყვას, არ წარმოვ თქვამ იმ სიტყვას, არის ის, რომ ფრიად მაშინებს YouTube-ის ერთგვარი რეგულაცია და ამისა და გამო YouTube-ის სანქციები ჩემს მიმართ. ამიტომ შემოვიფარგლები ამ სიტყვით მიმცემია და რისი მიმცემია თავად განსაზღვრეთ. ბატონი რაზმაძის ამ ინტერვიუზე თუ ამ კომენტარზე მე ყურადღებას არ გავამახვილებდი, საერთოდ კვლავ ვიმეორებ, რომ არა New York Times-ის. New York Times-ის ეს სტატია და New York Times-ში დაბეჭდილი სიტყვები ბატონი რაზმაძისა. მაგრამ ასევე მეორე საბაბიც მაქვს ყურადღების გამახვილებისა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და პრინციპში ეს თქვენ იცით, ოქტომბრის მიწურულისთვის ქართული რუსული ოცნება აპირებს ყველა პოლიტიკური, ხაზგასმით ვამბობ, ოპოზიციური ყველა პოლიტიკური პარტიის მიუქმება გაუქმებას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დაწყებული, გახარიას პარტიით დამთავრებული ამ უკანასკნელს და ძლიერ საქართველოს, ანუ მამუკა ხაზარაძეზე, ბადრი ჯაფარიძე, ტუსაღების პარტიას ახლაც მიაუქმებდა, მაგრამ აცდიან 4 ოქტომბრამდე, როდესაც ეს პარტია და ეს პარტიები და მათი კანდიდატი დედაქალაქში დამარცხდება კახიკალაძესთან ობიექტურად, მეთქი ასე ვიტყვი, ჩემი პროგნოზით, მაგრამ გავანებოთ ახლა ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით, მოკლედ დამარცხდება შედეგით და უკვე შემდგომ გახარიასაც გაქცეულს და ხაზარაძესაც, ტუსაღსაც ამ უკანასკნელს და ბადრი ჯაფარიძეს გამოუშვებენ მალევე, მათ პარტიებს აკრძალავენ როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სატელიტებს. ან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან კოალიციაში მყოფებს კი იყვირებს. მამუკა ხაზარაძე რომ არა, ნახეთ 4 ოქტომბრის არჩევნებში ერთად რომ არ გავედით, ესეც დამატებითი მადასტურებელია იმის, რომ ჩვენ სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვართო, რომ ჩვენ დანაცებიო, მაგრამ ეს ყვირილი მას არ გაუვა. ამ ყვირილსაც რაზმაძის სიტყვის არ იყოს, ჩალის ფასი ეკნება ყოველ შემთხვევაში კობახიძისთვის და ამ ბანდისთვის. პარტიების აკრძალვა სუდი ამბავია, რასაკვირველია, მაგრამ ახლა ვინმე თქვენგანი იკითხავს, რომელ პარტიებს ტოვებს ყოველ შემთხვევაში ჩემი ინფორმაციით ის ქართული ოცნება ტოვებს, ბიძინა ივანიშვილი ტოვებს ხალხის ძალას, ფსევდო ოპოზიციას. აგრეთვე ეს ალტინფოროა, რომელსაც რეგისტრაცია არ ჰქონდა ერთი ხანობა. ასევე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით გირჩი იაგო ხვიჩიასი და ვახო მეგრელიშვილისა და ეხლა ერთი პარტია უნდა ვახსენო. ეს არის მემარცხენე სოციალისტები, ზუსტი არ მახსოვს სახელი ამ პარტიისა, ტელევიზიასთან რომ არიან ახმამაღლებულნი და კარგ მარშებს ხაზგასმით ვამბობ. ამას აწყობენ ტელევიზიიდან რუსთაველამდე, რუსთაველიდან ტელევიზიამდე, ტელევიზიიდან რუსთაველამდე და
იმ მარშების მონაწილეა ის არაჩვეულებრივი გოგო, ყოველგვარი ირონიის და სარკაზმის გარეშე, რომელიც ყვირის არ იქნება სამართალი. მე ვერ გავბაძავ, მაგრამ მაინც და ვახო ხუშტი მენაბდეს უჭირავს ხოლმე ეს დიდი მეგაფონი, არაფერი არ მაქვს გავსი რომ გაჩვენოთ, მოკლედ მეგაფონი უჭირავს ხოლმე ნაბიჯნახევრით წინ არის ამ გოგოდან და მიდიან ხოლმე ეს ახალგაზრდები უმრავლეს შემთხვევაში აქედან ტელევიზიიდან ვიდრე პარლამენტამდე და ცეცხლს ანთებენ, განა არა იმ ცეცხლს ყოველ შემთხვევაში, იმგვარ ცეცხლს, რომელსაც ბევრი ვერ ანთებს. აი ამ პარტიის დატოვებას ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით ქართული რუსული ოცნება აპირებს. მისთვის მათ შორის საარჩევნო თუ ის პარტიაც ჩამოყალიბდება საბოლოოდ, მათ შორის თუ არ არის ჩამოყალიბებული, ჩამოყალიბდება. შესაძლოა უკვე ჩამოყალიბებულია, მაპატიეთ თუ არა ვარ ამ პოლიტიკური ინტერესის მქონე ჯგუფის მემატიანე. ხო და თუ არ არის ჩამოყალიბებული, ჩამოყალიბდება და საარჩევნო ნომრის საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებასაც კი შემდგომ საპარლამენტო არჩევნებში მაინც და მაინც ადგილობრივ არჩევნებს არ გულისხმობ. მოკლედ, ოქტომბრის მიწურულიდან დაახლოებით მათ არ მიაუქმებენ, იმიტომ რომ ვერანაირ აპელაციას სააკაშვილსა თუ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ამ სოციალისტებს შორის ისინი ვერ ნახავენ. მე გეტყვით, ვისთან არიან ისინი აპელირებულნი? არა, ვისთან იყვნენ. ცალკეული მისი ლიდერები და სულაც არ დავიწყებ, არ მივუბრუნდები იმ ძველ დისკუსიას დაახლოებით ერთი კვირის წინანდელს, ვახუშტი მენაბდეს მშობელი უნდა იგებდეს თუ არა ტენდერებს, ვის რა ეჭვი აქვს მამა შვილისაგან განსხვავებულ პოლიტიკურ გემოვნებას, მამას შვილისაგან განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება შეიძლება რომ კონდეს თუ არა და არ დავსვამ იმ კითხვებს, რომლებიც პირადად მე ძალიან მაინტერესებდა ამ ერთი კვირის წინ და რომლებიც უბრალოდ არ დავსვი მიზეზთა გამო, მაგრამ თუ გნებავთ ერთს ვიტყვი მაინც. აი, ვახუშტი მენაბდე კითხვა მაქვს ასეთი, პატივისცემა მას. მისი მამა მოიგებდა თუ არა ტენდერს რაღაც ბეტონი, არა ბეტონი, მშენებლობა, არა მშენებლობა, ვახუშტი მენაბდეს, ანუ შვილს ამ მამისა, რომ ეყვირა, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. მე გეტყვით, რომ ვერ მოიგებდა. ეს არ ნიშნავს იმას მაინც და მაინც, რომ ვახუშტი მენაბდე გარიგებულია ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მაგრამ მე გეტყვით, რომ ვახუშტი რომ იყოს ამგვარი, ანუ მისშა პოლიტპატიმარია რომ ყვიროდეს, ჩემი აზრით, მამამის ტენდერებთან არც მიაკარებდნენ ვერც არც გამარჯვებას იმ ტენდერებს მისცემდნენ, რომლებიც ის გიმარჯვებს და საერთოდ იქნება და ბანი თუ ჯარიმაც კი დაედოთ და ტენდერებში მონაწილეობის უფლებაც კი შეეზღუდათ. მაგრამ ეს ძველი ისტორიაა, კი გითხარით და არა იმიტომ, რომ ახლა ვახუშტის ვაკრიტიკებ, უბრალოდ ჩემს პოზიციას ვაფიქსირებ. აქ მე სხვა ერთ პიროვნებაზე ვილაპარაკებ, ასევე გონიერ კაცზე, ვახუშტი გონიერი კაცია, ამას არ ვუკარგავ და ამ მეორე გონიერ კაცს კი ქვია ლევან ლორთქიფანიძე. კარგი კაცია, მეთქი პროფესორია თუ არ ვწდები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა, შესაძლოა ვწდები, მაგრამ ლევან ლორთქიფანიძეს, რომელსაც მე ძალიან შორიდან ვიცნობ, აი შორიდან 2012-ში თუ არ ვწდები, შევხვედრივალ ერთხელ თუ ორჯერ, შესაძლოა ორჯერაც არა. ლევან ლორთქიფანიძეს ძალიან კარგი სტუდენტი იყო, ის კარგი არა მხოლოდ იმიტომ, რომ მოსწრებული სტუდენტი იყო, არამედ აქტიური სტუდენტი იყო და ასე შემდეგ. ლევან ლორთქიფანიძეს გაქვს დაშვებული ერთი ჩემი აზრით უმწვავესი ან უმძაფრესი ან უმტკივნეულესი შეცდომა ამ რამდენიმე ხნის წინ, არც თუ დიდი ხნის წინ. როდესაც მან ღიად დაუჭირა მხარი ვინმე ისტორიისთვის ვინმე ვატო შაქარაშვილს და თქვა ამგვარი რამ, რატომ ვატო? და მე თავადვე გასცა, ან სულაც არ გასცა პასუხი ამ რიტორიკულ კითხვას. ხო და ეს ვატო შაქარაშვილი, ესე ყველაფერი ესე არ ხდება სხვათა შორის, ხო? რაღაცეები არსებობს ფარული კავშირები, რომლებზეც უბრალოდ საზოგადოების ფართო წვებს, ფართო საზოგადოებას წარმოდგენაც კი არ აქვს. რატომ ვატოს, როცა ამბობ, შენ იმ თავითვე უნდა იცოდე, რომ ეს ის ვატოა, რომელიც უკვე შემდგომ პერიოდში გაუერთიანდება FSB-ს ცნობილ აგენტ ნანა კაკაბაძეს და სხვებს კიდევ ასევე და მოითხოვს საქართველოს ნეიტრალიტეტს. ასეთ ორგანიზაციასაც კი დაარსებს ნეიტრალური საქართველო. ახლა მე მოუტრიალდები ვახუშტისაც და ლევან ლორთქიფანიძესაც და სხვებსაც. საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა იყოს.
ამგვარი კითხვა უნდა დავსვათ. და მე არა ვარ დარწმუნებული, რომ აი ამ სოციალისტები თუ სოციალ-დემოკრატები თუ სხვები, რაც ქვია ამ პარტიას, არ ვიცი, პარტიას თუ ჯგუფს, არა ვარ დარწმუნებული, რომ მისი ლიდერები და მესვეურები სწორ პასუხს, სწორ მართლა, მარტო საჩემო კი არა, სწორ პასუხს გასცემენ. მაგალითად, ზოგიერთ მათგან შეიძლება წასცდეს რაღაცაი ნატო ჩვენ არ გვიღებს, აქედან გამომდინარე ჩვენ ნეიტრალური სტატუსი და შევინარჩუნოთ კი არა, ნეიტრალური სტატუსი უნდა მივიღოთ ქვეყნისაო. რაც პრინციპულად მიუღებელი არა ჩემთვის, არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის და პირადად მე მიდასტურებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ძაფები, პატარა თხელი, მაგრამ ძაფები ამ სოციალისტებსა და მმართველ პარტიას შორის არსებობს დამატებით და მიდასტურებს, მაშინ მით უფრო თუ ამ პარტიას თუ ამ ჯგუფს საარჩევნო რეგისტრაციას მისცემენ და სხვებივით არ მიაუქმებენ მიმდინარე წლის ოქტომბერში. ეს არის ჩემი ვიდეო ბლოგის ერთი ნაწილი. პირველი ნაწილი, ახლა მეორე ნაწილი, რომელიც საერთაშორისო ამბებს ეხება. ვილაპარაკოთ ამაზე? თუ იქნება და სჯობდეს, რომ სხვა ვიდეო ბლოგი ჩავწერო. მე მგონი ასე გადავწყვეტ, ანუ მე ვიტყვი, რომ შემდეგ ვიდეო ბლოგი ნახეთ მეთქი და იქ შემდეგ ვიდეო ბლოგში მე კიდევ ერთხელ ავხსნი, რატომ მარცხდება რუსეთი და რუსეთის ფედერაციის ძველ ახალ ტაქტიკაზე, სტრატეგია ტაქტიკაზეც ვილაპარაკებ ამ მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტში. ვის აუქმებს, ვის გააუქმებს ბიზინა ივანიშვილი? ეს კი ამ ვიდეო ბლოგის სახელწოდება იქნება. ნახვამდის.